გამარჯობა. BMG TV-ზე წერტილის დროა, მე ვარ BMG-ის მთავარი რედაქტორი და ტელეპროექტ წერტილის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი თელარა გელანდია. შეგიძლიათ მედიკამენტები 5-10%-ით გააიაფოთ. შეგიძლიათ 5 ყველაზე მოხმარებადი სასურსათო პროდუქტი, რძე, კვერცხი, წიწიბურა, შაქარი, მაკარონი 10%-ით გააიაფოთ. წერტილის დღევანდელი სტუმარი იქნება ამ კითხვის ავტორი, პარტია გახარია საქართველოსთვის წევრი პარლამენტარი დაჯი კოვზერიძე. ის ეგრეთ წოდებული ფასების კომისიის წევრია და თითქმის ყველა სხდომაზე თავის უკვე საფირმო კითხვას სვამს. კერძო სექტორისგან კი მუდმივად იდენტურ პასუხებს იღებს, რომ გრძელვადიან პერიოდში გაიაფება სხვადასხვა პროდუქციის შეუძლებელია. ამის შემდეგ დეპუტატი კომისიის თავმჯდომარეს ოცნების წევრ შოთა ბერეკაშვილს მოუწოდებს სიმამაცე გამოიჩინოს და პრემიერ-მინისტრს აუხსნას, რომ ფასების ხელოვნური კლება არ გამოდის. ეკონომიკის კიდევ რომელი სექტორის გამოკითხვას გეგმავს პარლამენტის ფასების კომისია, ისევ აპირებს თუ არა ხელისუფლება საერთაშორისო აუდიტორების დაქირავებას სურსათის ფასების შესასწავლად და ზოგადად რა ფასი აქვს ამ კომისიის მუშაობას. დეპუტატი დაჯი კოვზერიძე იქნება დღეს ჩვენი სტუმარი, ის პოლიტიკამდე ბიზნესში იყო და ვაჭრობის სფეროს მით უმეტეს კარგად იცნობს. ის მალე შემოგვიერთდება სტუდიაში, მანამდე კი მოვისმინოთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პოზიცია და მოლოდინები ამ კომისიის შედეგებთან დაკავშირებით. ფასების კონტროლის მსგავსი მექანიზმები არაერთხელ უცდიათ სახელმწიფოებს. არ ვამბობ, რომ ეს არის ის, რის მცდელობაც აქვს ახლა საქართველოს სახელმწიფოს, თუმცა ფასების კონტროლის სადეს ბევრ ქვეყანაში და ის ყოველთვის წარუმატებელი იყო. ასე უპასუხა დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც საქართველოში ფასების შემცირების მიზნით შექმნილ ეგრეთ წოდებული ფასების კომისიის მუშაობას შეეხებოდა. IMF-ის წარმომადგენლის თქმით, ფასის გამოკვლევა შეიძლება გამოსადეგი იყოს, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოზე აქცენტი, რადგან ეს ამ ორგანიზაციის მანდატს წარმოადგენს. ბევრი ქვეყანა ყურადღებას ამახვილებს კონკურენციის პოლიტიკაზე. მათ აქვთ დამოუკიდებელი სამთავრობო სააგენტოები, რომელთა ფუნქციაც მდგომარეობს იმის შეფასებაში, თუ რამდენად თანხმედრაშია კომპანიების ოპერირება საბაზრო და კონკურენციის ჩარჩოსთან. ფასის გამოკვლევა შეიძლება გამოსადეგი იყოს, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოზე აქცენტი, რადგანაც ეს ამ ორგანიზაციის მანდატს წარმოადგენს. მნიშვნელოვანია ნებისმიერი ზომები, რომლების გატარებაც იგეგმება, შესაბამისობაში იყოს თავისუფალ ბაზართან, რათა თავიდან იქნეს აცილებული ისეთი ჩარევები, რომლებმაც მომავალში შეიძლება ცუდი შედეგები გამოიწვიოს. ფასების კონტროლის მსგავსი მექანიზმები არაერთხელ უცდიათ სახელმწიფოებს. არ ვამბობ, რომ ეს არის ის, რის მცდელობაც აქვს ახლა სახელმწიფოს, თუმცა ფასების კონტროლის სადეს ბევრ ქვეყანაში და ის ყოველთვის წარუმატებელი იყო. შესაბამისად აუცილებელია თავისუფალი კონკურენტული გარემოს შენარჩუნება. ფასების კომისიის ეფექტიანობაზე დასმულ იდენტურ კითხვას თავად ნათია თურნავამ ჩვეული ოპტიმიზმით უპასუხა, რომ მსგავსი ფორმატის კომისიის საქმიანობა ფას წარმოქმნის გამჭვირვალობას უწყობს ხელს და ემსახურება კონკურენციის შესაძლო დარღვევებისა და შესაძლო კარტელური გარიგებების გამოვლენას, არადა შესაძლო კარტელის თუ კონკურენციის პრინციპების დარღვევის გამოვლენის მანდატი ქვეყანაში კონკურენციის სააგენტოს აქვს, ისე როგორც ფასების სტაბილურობაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი. რაც შეეხება კონკრეტულად მთავრობის ინიციატივას, როდესაც შეიქმნა კომისიები და ხდება, ასე ვთქვათ, განხილვა სხვადასხვა სასაქონლო ჯგუფზე საცალო ვაჭრობაში არსებული ფასწარმოქმნის, ეს ემსახურება პირველ რიგში კონკურენციის ხელშეწყობას, ემსახურება ფასწარმოქმნის გამჭვირვალობის და წესების დადგენას, რაც სხვა შორის ევროპული პრაქტიკა არის, ემსახურება კონკურენციის შესაძლო დარღვევის და შესაძლო კარტელური გარიგებების გამოვლენას. ანუ ეს არის სტრუქტურული საკითხი, რაც არის სრულიად მთავრობის, ასე ვთქვათ, კომპეტენციაში. აქედან გამომდინარე, ერთი, ასე ვთქვათ, მეორეს ავსებს. იმისთვის, რომ ჩვენი პოლიტიკა იყოს უფრო ეფექტური, რა თქმა უნდა, კონკურენცია უნდა არსებობდეს ბაზარზე, არ უნდა ირღვეოდეს და ფასწარმოქმნის პრაქტიკაც უნდა იყოს გამჭვირვალე, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება სამოხმარებელო საქონელს და საცალო ვაჭრობის ქსელებს. მოიტანს თუ არა სინერგიის ეფექტი ფასების შემცირებას, მალე გამოჩნდება მით უმეტეს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გათვალისწინებით, რამაც ქვეყანაში ინფლაციური წინახი უკვე შექმნა. ფასების საპარლამენტო კომისია კი მუშაობას გაწერილი განრიგით აგრძელებს, ამასობაში დროც იწურება. ქართული ოცნების ხელისუფლებამ დედლაინად აპრილის ბოლო, ჯერ კიდევ იანვარში დათქვა, როდესაც სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლებს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერი და მინისტრები იბარებდნენ.
პრაქტიკულად დაიგეგმა აპრილის ბოლომდე რეალურად როგორ შეიძლება იმუშაოს კომისიამ იმისთვის, რომ მაქსიმალურად შედეგზე იყოს ორიენტირებული და კონკრეტული შედეგები აჩვენოს. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო სამუშაო პროცესი გველის, რის შემდეგაც რეალურად შეიძლება შევქმნათ პოტენციალი იმისთვის, რომ ფასებმა დაიწყოს კლება. აცხადებდა ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯოლაძე იანვრის ბოლოს. ჩვენი ამოცანაა, რომ ამ კომისიის ფარგლებში ხელშესახები შედეგები მივიღოთ პრაქტიკულად აპრილის ბოლომდე, იგივეს იმეორებდა ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქროიშვილი. BMG-ის არქივი ინახავს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებასაც. ვფიქრობთ, კომისია სამუშაოებს აპრილის ბოლომდე დაასრულებს. პარალელურად შესაბამისი ჯგუფი პარლამენტში შეისწავლის აღნიშნულ საკითხებს და ერთობლივად პარლამენტთან კოორდინაციაში მივაღწევთ სასურველ შედეგს, აცხადებდა ლევან ჟორჟოლიანი. შევახსენებთ, რომ ჯერ კიდევ დეკემბრის ბოლოს მთავრობის მეთაურის ირაკლი კობახიძის მოწოდების შემდეგ სამომხმარებლო ფასების შესწავლა დაიწყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც სუსმა. გამოძიების მიმდინარეობა და შედეგები ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია. პარტია გახარია საქართველოსთვის წევრი პარლამენტარი დაჯი კოვზირიძე ამასობაში უკვე შემოგვიერთდა სტუდიაში. საღამოშტების ქალბატონ დაჯი, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. პირველ რიგში კითხვა უნდა დაგისვათ თქვენ საფირმო კითხვაზე, რომელსაც თითქმის კომისიის ყველა სხდომაზე სვამთ. BMG აქტიურად აშუქებს ფასების კომისიის მუშაობას, განსაკუთრებით გვაინტერესებს ბიზნესის პოზიციები და აქ თქვენს უკითხულობთ თითქმის ყველას ეკითხებით, შეგიძლიათ თუ არა გაიაფოთ კონკრეტული პროდუქტი, ხან წიწიბურა, ხან მედიკამენტი 5-10 თეთრით პროცენტით. დიახ, ბიზნესი მუდმივად თითქმის ხშირად გეუბნებათ, რომ ვერა. რა არის თქვენი მიზანი, როცა ამ კითხვას სვამთ? რაღაც პასუხისმგებლობის, ბიზნესზე გადატანის მცდელობა თუ უფრო ეგრეთ წოდებული ფასების კომისიის არაეფექტიანობის ილუსტრაცია? რა გინდათ დაანახოთ საზოგადოებას? მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ესე იგი, საქართველოში ქალბატონ თელარა ცხოვრობს 3.700.000-მდე ადამიანი, შეიძლება უკვე ნაკლებიც. აქედან 1.5 მილიონი ადამიანი თავს თვლის ღარიბად. შეიძლება არც იყოს თქვათ ღარიბი, მაგრამ თავს თვლის ღარიბად. შესაბამისად, ეს ამ ადამიანებს აინტერესებთ კონკრეტული ციფრები. დაიკლებს თუ არა ფასი პირობითად საკვე პროდუქტებზე, მედიკამენტებზე. აინტერესებთ ფასი დაიკლებს თუ არა პურ პროდუქტებზე, რძის ნაწარმზე, კონკრეტული რიცხვებით, კონკრეტული თანხით. ამიტომ მე პირდაპირ ამ კითხვას ვუსვამ და ყოველთვის პასუხი არის, რომ ამის საშუალება ბიზნესს არ აქვს. რასაკვირველია, ერთ-ერთი მიზანი და ერთ-ერთი, ხო, აქ მე მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე თვითონ არ ვარ დაინტერესებული ფასების დაკლებით და მე ვთქვათ, მიხარია, როდესაც ისინი უარყოფენ ფასების დაკლების შესაძლებლობას. ესე არ მინდა მაყურებელმა გაიგოს. რასაკვირველია, ველას გაგვეხარდება, რასაკვირველია. პროდუქტებიც და მედიკამენტებიც უნდა იყოს აუცილებლად იაფი, იმიტომ რომ ეს ყველა ჩვენი სათითაოდ ჯიბეზე აისახება და მით უმეტეს ამ ჩვენი ღარიბი მოსახლეობის ჯიბეზე. უბრალოდ მე მინდა დავანახო მოსახლეობას, რომ ეს კომისია არის შექმნილი ბატონი ირაკლი კობახიძის მოწოდებით, რომელიც ძალიან ხშირად ოცნების მთავრობა ატარებს კვლევებს, შიდა კვლევებს, სადაც აღმოაჩინეს, რომ მე-14 წელს თავიანთი მმართველობის აღმოაჩინეს, რომ ესე იგი პროდუქტები და საკვები პროდუქტები, საწვავი და მედიკამენტები ჩვენ ქვეყანაში არის ძალიან ძვირი, ევროპაზეც ძვირი. ეხლა აღმოაჩინეს რატომღაც და ხალხი ამაზე ძალიან წუხს და მიხვდნენ, რომ ეს არ არის მათი გადაწყვეტეს ამ ფორმით აჩვენონ საზოგადოებას, მათ შორის თავიანთ ამომრჩევლებს, რომ ისინი ზრუნავენ და ცდილობენ ფასების გაიაფებას და ეს არის ჩვეულებრივი სანახაობას? კი, ეს არის ჩვეულებრივი სანახაობა შოუ, ესე იგი სახელმწიფოზე მზრუნველი პარტიის იმიჯის. რატომ მონაწილეობთ ამ შოუში? კარგი კითხვა, მადლობა ამ კითხვისთვის. ამ შოუში იმიტომ მონაწილეობთ, რომ სწორედაც ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ღარიბ და გაჭირვებულ მოსახლეობას დავანახოთ ოცნების ნამდვილი სახე. მხოლოდ და მხოლოდ ამის გამო. რა შთაბეჭდილება დაგრჩათ? მოდი უფრო კონკრეტულ კითხვებს დავსვამ. სამწუხაროდ, როგორც თქვენ, ისე ჩვენ ძალიან გვინდა აქ ყავდეს პერიოდულად მართველი ძალის
წარმომადგენლებიც, როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებიდან, თუმცა ისინი ინტერვიუებზე არ გვთანხმდებიან. თქვენ როგორც ბუდიშით მერწმუნეთ ვერაფერს დასაიმედებელს ვერ გეტყოდენ რომ შეიძლება, თუმცა მე როგორც ჟურნალისტ მათთან უფრო მეტი კითხვა მაქვს ვიდრე ოპოზიციასთან, რადგან ისინი არიან დღეს ფაქტობრივად ხელისუფლებაში და გადასახადების გადამხდელების ძალიან ბევრ მილიარდს მართავს სწორედ ქართული ოცნება. რა შთაბეჭდილება გრჩება? 2 თვეა მუშაობს ფასების კომისია. აპრილის ბოლომდე დასაწყისში შევახსენე მაყურებელს, კომისიამ უნდა დაასრულოს მუშაობა. რა რესურსი არსებობს? დარჩა ერთი ჯგუფი, ამაზეც კითხავთ, საწვავის ბიზნესი. სხვებს უკვე მოусმინეთ. თქვენ ბიზნესშიც იყავით პოლიტიკამდე, ვაჭრობის სფეროს განსაკუთრებით კარგად იცნობთ. ხედავთ რესურსს მით უმეტეს ამ გზით, ამ ფორმით ქვეყანაში შეიქმნას რაღაცა ნიადაგი იმისთვის, რომ ფასები მკვეთრად თუ არა გაიაფრდეს. ან შეიქმნას შედეგი ამ კომისიის მუშაობის იყოს ისეთი სამართლიანი პირობების გარემოს შექმნა, რომელიც ბიზნესაც საშუალებას მისცემს გრძელვადიანად გაიაფოს ესა თუ ის პროდუქტი და არა იმიტომ, რომ ხელისუფლებიდან ვიღაცამ თითი დაუქნია. კი ბატონო, მე მოდით პირდაპირ გულწრფელად გეტყვით, რომ არ აქვს ხელისუფლებას არ უნდა ქონდეს იმის ილუზია, რომ დააკლებენ ამ ფასებს. ეხლა გეტყვით რატომ და რატომ ხდება ეს ყველაფერი. ძირითადად აქ საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები არიან. მაგალითად მე გეტყვით სუპერმარკეტების შესახებ. და ნუ გადავალ შემდეგ აფთიაქების შესახებ. სუპერმარკეტების ქსელები არიან სულ რამოდენიმე მოთამაშე დღეს ბაზარზე და ისინი ფლობენ ძალიან დიდ წილს ბაზრის წილის. შესაბამისად, მათ აქვთ მაგალითად ერთ-ერთ სუპერმარკეტის ქსელს აქვს 1300 სავაჭრო ობიექტი. ზოგს აქვს 500, 600, 700 სავაჭრო ობიექტი. აი როგორ წარმოგიდგენიათ ქალბატონო თელარა. როდესაც ფლობ ამხელა ძალაუფლებას და როდესაც ამ სავაჭრო ობიექტებიდან პირდაპირ თანხა, ფულადი თანხა, შენი მეშვეობით, ასე რომ ვთქვათ, ხდება ესე იგი ფულადი თანხის შემოდინება. როგორ შეიძლება, რა მეთოდით შეიძლება, როგორ შეიძლება მიუთითო, რომ ფასები დააკლოთ. ვერანაირად, თქვათ თუ დააკლებენ პირობითად cashbacks, რომელზეც არის ძალიან ხშირად აპელირება, rebates, cashbacks თუ მოუწოდებენ და ანუ ან განსაზღვროს კანონით მოხდება სამართლიანი ვაჭრობის შემთხვევაში მერწმუნეთ ეს სუპერმარკეტის ქსელები საზღვრის გარეთ ამოიღებენ იმ rebates და cashbacks. მერწმუნეთ. ანუ შემოიტანენ ძვირად პროდუქციას საზღვრის გარედან გამოართმევენ მომწოდებლებს ამ cashbacks. იმიტომ რომ ამათ აქვთ იმხელა ძალაუფლება უკვე მიცემული, იმხელა ბაზრის წილებს ფლობენ, იმხელა სავაჭრო ქსელები აქვთ, რომ არანაირი გასასვლელი არ არის იქ დატოვილი იმისთვის, რომ თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ თუ თქვათ პრობლემა იმაშია, რომ რამდენიმე ქსელის ხელშია დღეს სუპერმარკეტების რამდენიმე მფლობელის ხელში არის მოქცეული, არც ბაზრობაზე არ ღირს იაფი პროდუქცია, ხო? იქ მაინც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ანუ ასე მარტივიც არ არის ხელაღებით იმის თქმა, რომ დღეს საქართველოში ძვირი, იმიტომ ღირს სხვადასხვა სასურსათო პროდუქტი, რომ ვიღაცები, ბიზნესები, ასე ვთქვათ, ბოროტად იყენებენ თავიანთ ძალაუფლებას, არა? ან უკვე დისტრიბუციის თემა არის და დისტრიბუციაც კარგად სარგებლობს სად არის რესურსი მაშინ იმისთვის თქვენი აზრით, რომელ რგოლში? თქვათ სურსათის ნაწილს თუ ავიღებთ? ესე იგი, მე თქვენ გეტყვით ამ რგოლზე ხშირად საუბრობენ, რაღაცა ფასწარმოქმნის ჯაჭვზე საუბრობენ ძალიან ხშირად. ეს ფასწარმოქმნის ჯაჭვი, როგორც ამბობ, მე შედგება მომწოდებლისგან, შედგება დისტრიბუტორისგან, შედგება დახლისგან, უკვე ქსელისგან. მაგრამ აქ მინდა გითხრათ, რომ არის ერთი ფარული რგოლი, ჯაჭვის ერთ-ერთი ფარული რგოლი. ეს რგოლი არის ის თანხები, რომლითაც ფინანსდება ოცნების შავი სალარო. ის რასაც ეს მსხვილი ქსელები არჩევნებისთვის ეხმარებიან და საარჩევნო თანხებს უგროვებენ უკვე ცხადად, იმის გარდა არსებობს შავი სალარო, სადაც ამ მსხვილ ქსელებს მიაქვთ გარკვეული თანხები. აი ზუსტად
ერთ-ერთი შეფარული რგოლი არის, რომელიც არსად არ ჩანს. და მერწმუნეთ ახლა ამ შეფარული რგოლის ალბათ როგორც პოლიტიკოსის ეჭვია, ამიტომ ამას დამტკიცება სჭირდება. რა საკვირველია? ბატონო, რა საკვირველია ეს რა თქმა უნდა ჩემი დავამტკიცოთ. ჩემი ეჭვი არის, მაგრამ დამტკიცებაც ვთქვათ, დამტკიცებაზე მოკლედ ბატონმა დამშავის სალაროს თანხასაც საბოლოოდ მომხმარებელი იხდის. რა საკვირველია? მომხმარებელი ჩვენი ღარიბი მოსახლეობა იხდის. ბატონმა კალაძემ მაშინ რისთვის მოაწყო და რის დავამთავრებ თუ შეიძლება. ბატონმა კალაძემ თუ მოისმინეთ ბრძანა რომ დიახ, მსხვილი ქსელები, მსხვილი ბიზნესები არიან ჩვენი შემომწირველები, ჩვენი მხარდამჭერები, ჩვენი გვერდშემდგომები. ახლა როგორ წარმოგიდგენიათ ახლა ბატონო თელარა, ესე იგი ეს ხალხი რომელიც ფულს წირავს და არა იმ თანხებს რომელიც ცხადად ჩანს. მათ როგორ შეიძლება რომ რაიმე ისეთი კანონები მიიღონ, რომლითაც მათ შემოსავალი იქნება. მე ვფიქრობ, რომ რაღაცა უფრო ხელოვნურად მიდის გადალაგება წინა ღარიბაშვილის ადმინისტრაციიდან კობახიძის ადმინისტრაციაზე. ჩემი მოსაზრება ასეთი არის. არის თუ არა ისე თქვენი ბიზნესში გარკვეული გამოცდილების გათვალისწინებით ცდილობა გარკვეულწილად ბიზნესების დაშინების ის სანახაობა, რასაც ვუყურებთ. იმიტომ რომ საბოლოოდ აპრილის ბოლოს რაღაც შედეგი ხო უნდა დადგეს და თუ არაფერი არ დადგება, მაშინ რას ეტყვის ქართული ოცნება, ვთქვათ, იმ საზოგადოებას თავის ამომრჩევლს, რომელსაც დაპირდა, რომ რაღაცა ხელშესახები შედეგი ჩვენ გვექნება და სავარაუდოდ დააბრალებს ომს, სავარაუდოდ დააბრალებს საწვავის გაძვირებას. ეხლა ხან მოსახლეობას გაუძვირეს 30%-ით დენი. და პირიქით მე ვფიქრობ, რომ რაც ფასების კომისიამ დაიწყო მუშაობა, პროდუქცია გაძვირდა. ხო, რიგი. რაღაცები ყველაზე უცნაური ის არის, რომ კვერცხის ფასიც ვერ გაიაფეს და სამწუხაროდ ჩვენი პრემიერი არის კვერცხის ფასთან დამარცხებული პრემიერი. საწვავი რადგან ახსენეთ, როგორც ვიცი, ავტოპროდუქტების ბიზნესი არის ერთადერთი უკვე რაც დარჩა ფასების კომისიის ფარგლებში, ვისაც არ შეხვედრია კომისია. ხომ არ ფლობთ ინფორმაციას მიმდინარე კვირაში, მე მგონი არაფერი არ ხდება. მომავალ სავარაუდოდ იქნება შეხვედრა მომავალ კვირაში, მაგრამ იქ არანაირი მოლოდინი არ გვაქვს, იმიტომ რომ ნამდვილად არის. ხო, რამდენად რელევანტურია საერთოდ შეხვედრაც? უბრალოდ ალბათ შეხვედრისთვის იქნება მეტი არაფერი, იმიტომ რომ როგორც იცით, მსოფლიოში მოიმატა ავტოპროდუქტების ფასმა და არაფერი შედეგი არ იქნება არც სამწუხაროდ. თუ ფლობთ ინფორმაციას, ასევე დასაწყისშიც აღნიშნე, როდესაც კომისია მუშაობა დაიწყო, შოთა ბერეკაშვილი ამ კომისიის თავმჯდომარე აცხადებდა, რომ სურსათის ფასების შესასწავლად ასევე საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიას მოიწვევდნენ ეგრეთ წოდებული დიდი ოთხეულიდან რომელიმეს. გადაიფიქრეს ეს თუ ალბათ უფასოდ არავინ არ ჩაატარებს ფასების შესწავლას, თუ რაღაც თანხები დაზოგეს და ისევ კომისიის მუშაობის. ჯერ არ გვაქვს ინფორმაცია, ეს რაც იყო ეს ინფორმაცია, მხოლოდ ეს ვიცით, მაგრამ ალბათ ეს საერთაშორისო აუდიტორული კომპანია იმ ერთ ჯაჭვის ფარულ რგოლს ვერ აღმოაჩენს ჩემი ვარაუდით, სადაც ძირითადი ბიზნესის, მსხვილი ბიზნესების ძირითადი შემოსავალი მიდის. სუსიც თქვენ პარალელურად ატარებს გამოძიებას. რამე ინფორმაციას ხარფობთ ამასთან დაკავშირებით, ან ფასების კომისიის ფარგლებში, რასაც ჩვენ ვერ ვუყურებთ, ან არ ვუყურებთ, ხარ გქონიათ კომუნიკაცია? არ გქონია არანაირი კომუნიკაცია, შედეგი. რას იკვლევენ, ან საინტერესო იქნება თვითონ? არ ვიცით რას იკვლევენ და ძალიან საინტერესოა ჩვენს გვაინტერესებს. კომპანიების მხრიდანაც თუ გაგრძელდება მსგავსი შეხვედრები, ალბათ გარდა იმისა, რომ წაიღეს გარკვეული მონაცემები მაშინ და დოკუმენტაციები, მერე რა გაგრძელება მოხდა. იცით რა ხდება ხოლმე ქალბატონ თელარა, მაგალითად, როდესაც ცოტა მწვავე კითხვებს ვსვავთ, იქ როგორც მოგიხსენებათ, მარცხნივ სხედან ეს მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები, მარჯვნივ ჩვენი მილიონერი პარლამენტის წევრები, რომლებიც კვერცხის ფასის გაიაფებაზე საუბრობენ. და აქეთ ამ მარცხენა მილიონერები და მარჯვენა მილიონერები, როდესაც ჩვენ მწვავე კითხვებს ვსვავთ, რატომ არ იაფდება პროდუქტი და ვერ გაიაფებთ, ანუ ორივე მხარე ერთად გვესხმის ხოლმე თავს. ძალიან მეგობრობენ იმ კონკრეტულ სივრცეში. ამას თუ კარგად დაუკვირდებით და შეხედავთ, ძალიან მახვილი თვალი ადვილად ამოიცნობს.
ვნახოთ რა შედეგი იქნება ყოველ შემთხვევაში აპრილის ბოლოსთვის, როდესაც შეხვედრები მორჩება, ალბათ გარკვეული დრო გექნებათ ფასების კომისიის წევრებს მართლ პარტიასთან ერთად თქვენც რომ რაღაც დასკვნა დაწეროთ. აი საბოლოოდ რომ შევაჯამოთ თქვენი შთაბეჭდილება რა არის, აი ყველაზე მეტად რა აძვირებს პროდუქტებს საქართველოში, ან რატომ გვეძვირება, იმიტომ რომ რაღაც თქვენი აზრით შავსალაროში მიდის თანხმობის საბოლოოდ მომხმარებელი იხდის, თუ პრობლემა არის ცოტა ფართოდ თუ შევხედავთ ის რომ რეალურად ქვეყანა არის ღარიბი და მოსახლეობის უმრავლესობის შემოსავლები არ ყოფნის იმ ხარჯებს, რაც სჭირდება. ეს არის ექსკლუზიური შესყიდვები, არ არის პარალელური იმპორტი ჭირს ძალიან ყველა უარყოფს. დისტრიბუცია, ქსელები უარყოფენ ექსკლუზიურ უფლებებს, ამ დროს ყველას ექსკლუზივები აქვს გაფორმებული. ასევე პრობლემა არის ძალიან დიდ кэшბექებს ითხოვენ დისტრიბუციისგან, დიდ რიბეითებს, ფას წარმოქმნის დროს ფასნამატი აქვთ ძალიან მაღალი და გარდა ამისა, იცით რა არის ძირითადი პრობლემა ხობს აი ამ ნაწილში და მე რამდენიმე სხვა ქსელები რასაკვირველია ის სადაც აი ამ რგოლში, იმიტომ რომ ქსელები დისტრიბუტორებს აბრალებენ არა, ქსელები სადაც ხდება ბოლო პროდუქტის გაყიდვა, აუცილებლად დარწმუნებული ვარ. იმიტომ რომ ჩვეულებრივ ოქროსოდებით რომ კონდეს ადამიანს თუ ვერ გაყიდე და ის ფულად არ იქცა, არანაირი ფასი არ აქვს. სადაც დაახლი არის მთავარი კი და შესაბამისად კარნახობენ სუპერმარკეტების ქსელები და შესაბამისად ხონდა მედიკამენტები. საბოლოო დასკვნის მომზადებაში ალბათ ჩვეულებრივ ჩვენი პარტიის კი, იცით რომ კოდითად მიიღებთ ხო მონაწილეობას, თუ როგორ დაიწერება არის ეს უკვე ცნობილი, თქვენ შეჯერდებით. კი, ანუ თვითონ ამბობენ რომ ჩვენ დაგვანახებენ რა შედეგს დადებენ, მხოლოდ ეს ეგრეთ წოდებული მუქარა მოდის რომ დაგვანახებენ შედეგს. მაგრამ მე ვფიქრობ რომ უნდა ვთქვათ თუ სურვილი აქვთ რომ ფასები გაიაბდეს არის ეს ყველანაირი შეფარული გადასახადი უნდა მოიხსნას. ეს არის რიბეითები, кэшბექები, თაროს განთავსების ადგილები. ასევე ესე იგი ყველა ჩვენ ვართ განვითარებადი ქვეყანა. ახალი წესებიც უნდა გაჩნდეს მაშინ, იმიტომ რომ როდესაც ვთქვათ რამდენიმე წყალი არის დახლზე რომელი დავდო პირველ თაროზე მეორე რაღაცით უნდა განისაზღვროს ხომ? გასაკვირველია. ისე კი ვერ დაეტყვა. უნდა იყოს აუცილებლად შესასყიდი ფასი, უნდა იყოს დასტაბილურდეს შესასყიდი ფასი, უნდა იყოს აუცილებლად ყველასთვის ერთი და იგივე. როგორც ჩვეულებრივი ჯიხურისთვის, ისე უნდა იყოს ქსელებისთვის და ეს ამის შედეგად კონკურენცია გაიზრდება. პატარა ინდმეწარმეები, მცირე მეწარმეები, საოჯახო მაღაზიები ამოისუნთქებს, უბნის მაღაზიები ამოისუნთქებენ, რასაკვირველია, კონკურენცია გაიზრდება. და ამ ქსელებსაც რაღაცა გარკვეული წილის დათმობა მაღაზიების დათმობა მოუწევთ. მე ვფიქრობ, აუცილებლად უნდა იყოს ასაღები ფასი, ყველასთვის ერთი და იგივე. საკამათო თემა არის ახლა მე თქვენ დიდი ქსელი ხართ და ბევრ ბოთლ წყალს წაიღებთ შეიძლება მე უფრო იაფად მოგწევთ ვიდრე ერთ უბნის მაღაზიას რომელსაც 100 შეიძლება რაღაცა გარკვეული წლების მანძილზე შეიძლება ეს კანონი იყოს შემუშავებული იმიტომ რომ ჩვენ ვართ განვითარებადი ქვეყანა ჩვენ ვართ ღარიბი ქვეყანა და არ შეიძლება ამხელა кэшბექები ამხელა რიბეითებით ესე იგი ხალხის ჯიბიდან იღებდნენ ამ გადასახადებს და თუმცა იმედია ისეთი ჩარევებიც არ მოხდება ამ ბაზარზე რომ ბიზნესი ყოველთვის გვაჯობებს ხომ? გვაჯობებს ჩვეულებრივ მომხმარებელს, გაჯობებს პოლიტიკოსებსაც და საბოლოოდ თანხას მაინც წაიღებს ჩვენგან მომხმარებლისგან და ერთს გეტყვით კიდევ აუცილებლად როგორც ჩვენ განვითარებად ქვეყანას კი ისე გაფუჭდეს ბაზარი. მე ვფიქრობ რომ არც ერთ მოთამაშეს არ უნდა კონდეს ბაზრის წილის 1%-ზე მეტის ფლობის უფლება. რაღაცა გარკვეული პერიოდი. არ უნდა კონდეს. თუ გვინდა იყოს კონკურენცია. ძალიან ისეთ საშიშ რეგულაციამდე მივდივართ, მაგრამ ნახოთ რა. მე გეუბნები. დაწერს კომისია ხო? არა, მე გეუბნები თუ გვინდა, რთულია თუ საშიშია თუ როგორც არის. თუ გვინდა ფასება დაიკლოს, ესეთი მკაცრი რეგულაცია უნდა იყოს. ბაზარი გვაქვს უკვე აქ ვიღაცა სავის წელს ვერ წაართო და ამაზე ვსაუბრობდი ზუსტად კი ბატონო, რამდენიმე კითხვა დამრჩა კიდე თქვენი პარტიის აქტივობებს ბოლო პერიოდში, რასაც გადავავლეთ თვალი პარლამენტში, საუბრობთ ხშირად აქტუალური თემა იყო
მობილებისთვის გამბაჟების გაძვირება შემოხვდა პოსტერი გაუქმდეს ეს კანონი. ეს რაღაცა უბრალოდ სურვილია თუ რაიმე ბერკეტს ხედავთ ან აი ამ ბიზნესთან ერთად რაიმე აქტივობას აპირებთ. არა, ჩვენ ვიყენებთ ჩვენს ხმას პარლამენტში. პარლამენტის ტრიბუნიდან ვაჟღერებთ რეალურად, რაც არის ჩვენი მოსახლეობისთვის ძალიან მწვავე პრობლემა. ჩვენმა მოსახლეობამ გადასარევად იცის, რომ 6 წლის მანქანა და 2 და 3 წლის მანქანა გაცილებით უკეთესია, თქვათ პირობითად ვიდრე 13-14 წლის მანქანა, მაგრამ ჩვენ ვართ ხა ძალიან ღარიბი ქვეყანა, ხალხს ძალიან უჭირს, არ აქვს საშუალება. ადამიანები ტაქსაობენ, ადამიანები ხილბოსტანს ყიდიან. ამ მანქანებით ადამიანები გადაადგილდებიან. მის გარდა, ესე იგი, თბილისის გარდა არსებობს რეგიონები, სადაც ერთი სოფლიდან მეორე სოფელში მისასვლელი არის მხოლოდ და მხოლოდ ტრანსპორტი. როდესაც ავტოპარკი დაძველდება, ამ ადამიანებს აღარ ექნებათ ახალის ყიდვის საშუალება და ეს ძველი მანქანებიც აღარ ეყოლებათ. გამოდის, რომ მანქანები, ესე იგი, ავტომობილები იქნება მხოლოდ დირების ფუფუნება და ელიტის ფუფუნების საშუალება. ამაზეც რაიმე ესეთი თქვენი შიდა პარტიული ეჭვი თუ მოსაზრება თუ გაქვთ პარტიაში არ იყო არც ეს პოპულარული გადაწყვეტილება ხო ცნობისთვის ან რომელიც ზრუნავს ხალხზე რაღაცა აღიარებს რომ ძვირია ცხოვრება და ცდილობს ამ დროს იმ ცირე შემოსავლის წყაროც კი ბევრს წაერთვა ასეთი მოლოდინები არის ელექტრომობილებზეა ძალიან გათვლა ელექტრომობილები ჩვენ ვიცით კი ელექტრომობილების შემოყვანას ლობირებენ მაგრამ ჩვენთან არის ის პრობლემა რომ ამ ელექტრომობილების ესე იგი აკუმულატორების გადამამუშავებელი ქარხანა არ არის და ესე იგი პირველი და ბოლო მე პატრონი 2 წელში ეს აკუმულატორი აღარ ვარგა და პირველი და ბოლო იქნება ვინც შეისყიდის ამ ელექტრომობილს მე პატრონე ეს პრობლემაა. ასევე არ არის გამართული ინფრასტრუქტურა და ასევე არის მაღალი გამოვლობის მანქანები, მაგალითად რომელიც იწყება $50,000-დან მთის კურორტებზე, რომელიც შეიძლება გადაადგილდეს და გამოიყენოს მოსახლეობამ. აი ეს პრობლემებია. კი ბატონო, მივედენებთ თვალს ამ ნაწილში, სხვადასხვა ხალხის ძალაც აქტიურობდა, მაგრამ მას შემდეგ რაც უკვე კანონად იქცა ოცნების ინიციატივა, მე არ გვსმენია თუ აპირებენ რამეს ან ისო მხარი დაუჭირონ ამ ბიზნესს. კიდევ ერთი კითხვა კერძო სექტორში და საჯარო სექტორში თქვენი ინიციატივა, თქვენი პარტიის იყო მინიმალური ხელფასის დადგენა. ამ თემაზე დისკუსია მე და თქვენს კოლეგას გერგი შარაშიძეს ჰქონია, ამიტომ დეტალებში არ შევალ ახლა, მე რა რისკებს ხედავ ან რა შეიძლება იყოს სარგებელი, მაგრამ ეს კანონპროექტიც როგორც მოსალოდნელი იყო ქართულმა ოცნებამ ჩაგიგდოთ, მხარი არ დაგიჭირეთ და ახლა ითხოვთ საგამოძიებო, დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნას. რისთვის რა უნდა დაადგინოს ამ დროებითმა საგამოძიებო კომისიამ და ესე იგი გასაგებია თუ არა? კი, გასაგებია. ანუ ეს საშუალო ანუ ეს მინიმალურ ხელფასზე, როდესაც საუბრობთ, ეს უნდა გაიგოს მოსახლეობამ, რომ ეს არის იმ ხალხისთვის 20,000 ექნისთვის, რომელსაც 700 ლარი აქვს ხელფასი, ბაღის თანამშრომლებისთვის, ჩვეულებრივი, ესე იგი, მაღაზიის კონსულტანტებისთვის, აფთიაქის ესე იგი, თანამშრომლებისთვის, სკოლის იმ კადრებისთვის, რომელთაც აქვთ 1000 ლარზე ნაკლები ხელფასი, აი ამ ადამიანებისთვის არის ეს ესე იგი, მინიმალური ხელფასის მოთხოვნა ჩვენ დადგენა და მოთხოვნა ჩვენგან. თუმცა ვერ მიიღეთ მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, ვერ მივიღეთ მხარდაჭერა და სხვათა შორის ყველაზე ძირითადი, რაც ძალიან ისეთი მართლა უცნაური იყო, ბიზნესი ცავდნენ, რომ ბიზნესიო ამას ვერ შეძლებს. აქეთ უნდათ რომ ფასები დააკლებინონ და არ ვიცი რის ხარჯზე და აქეთკენ მეორე მხარეს უკვე უნდათ რომ ესეთი ბიზნესმა არ გასცეს მინიმალური ხელფასი. ეს ინიციატივა უკვე დააყენეთ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე თუ რაღაც პროცედურები უნდა გაიაროთ ალბათ. ამ დღეებში დავაყენებთ ინიციატივას და ნუ დაგჭირდება რა თქმა უნდა. ნახოთ თუ გამოთქვამენ ამის მზაობას ჩვენი დრო იწურება სამწუხაროდ რა გჭირდება განვითარებისთვის ჩემი ტრადიციული ორი კითხვაც უნდა დაგისვათ და აქვე დასდავსოთ წერტილი ამ ქვეყანაში. ესე იგი წერტილი უნდა დაესვას ჩვენ ქვეყანაში სიღარიბეს, კორუფციას და ასევე ესე იგი იმ კანონებს, რომელიც არ არსებობს ხალხისთვის. ხულთამოსმა დაესვას. განვითარებისთვის რა გჭირდება? განვითარებისთვის გჭირდება. ყველაზე მთავარი. შრომა,
თავდადება და რასაკვირველია პატიოსანი ხელისუფლება, რომელიც იზრუნებს თავის მოქალაქეებზე. პატიოსნობა ძალიან მნიშვნელოვანი. მადლობა, ქალბატონო ტაჯი. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. თქვენი დროისთვის. წერტილი დღეს ამით დასრულებულია. ჩვენს კითხვებს პასუხობდა პარტია გახარია საქართველოსთვის წევრი პარლამენტარი დაჯი კოვზირიძე. ხვალამდე გეშտობათ.